2025 წლის 5 თებერვალს ქართულმა ოცნებამ საგამოძიებო კომისია შექმნა. ქართული ოცნების პოზიციით კომისიის მიზანი არის 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შესწავლა. კომისია შედგება 10 წევრისგან და მასში ქართულმა ოცნებამ 5 წევრი: თეა წულუკიანი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური და პაატა სალია წარადგინა. რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციის კვოტას, აქ წარმოდგენილები არიან ქართული ოცნების სიიდან ხალხის ძალის წევრები სოზარ სუბარი და გურამ მაჭარაშვილი და ასევე ქართული ოცნების სიიდან, თუმცა ამჟამად ევროპელი სოციალისტების წევრი ილია ინჯია. აღნიშნული 8 წევრის გარდა კომისიაში კიდევ 2 ადგილია დარჩენილი და ის განკუთვნილია პარტია საქართველოსთვის წევრებისთვის. საქართველოს კონსტიტუციის 42 მუხლი პარლამენტის საგამოძიებო და სხვა დროებით კომისიებს შეეხება. კონსტიტუცია თავად არეგულირებს კომისიის შემადგენლობასაც. დროებით კომისიაში საპარლამენტო ფრაქციები თითო წევრით მაინც უნდა იყოს წარმოდგენილნი და მასში ოპოზიციის წარმომადგენლობა კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები არ უნდა იყოს. ამ შემთხვევაში ქართულ ოცნებას გამოიყო დეპუტატთა გარკვეული ჯგუფი, რომელთაც შემდგომში ჩამოაყალიბეს ოპოზიცია და საგამოძიებო კომისიაში შევიდნენ ოპოზიციის კვოტით. ფორმალურად თითქოს საგამოძიებო კომისიის ფორმირების წესი არ ირღვევა. კომისიის წევრთაგან ქართულ ოცნებას მხოლოდ 5 წარმოადგენს, ხოლო 3 წევრი საპარლამენტო ოპოზიციად პოზიციონირებს. დარჩენილი ადგილები კი ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიისთვისაა გამოყოფილი. მიუხედავად ამისა, კონსტიტუციის ამგვარი ინტერპრეტირება შინაარს აცლის კონსტიტუციის კონკრეტულ მუხლში გაწერილ გარანტიას, რომ საგამოძიებო კომისიაში ოპოზიცია არ რჩებოდეს უმცირესობაში. კონსტიტუციის ამგვარი წაკითხვის შემთხვევაში მმართველ პარტიას ყოველთვის ექნება საშუალება გამოყოს თავის რიგიდან ადამიანები, ვინც პარტიას დატოვებს და შემდგომ საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციის სახელით შევა. მუხლის ამგვარი ინტერპრეტირება ფაქტობრივად მთლიანად აუქმებს საგამოძიებო კომისიას როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხებზე დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების საშუალებასა და ინსტიტუტს. უფრო მეტი დეტალი შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ სტატიაში, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სხვა გადამოწმებულ ფაქტებს.